Თურბაზო მეგობრებო, ხვალ 1 ივნისია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. წინასწარ ულოცავ ყველა ბავშვს და უსურვებს სიკეთეს, სიხარულს, უღრუბლო ზეცასა და ბედნიერ ბავშვობას. Ამ თარიღთან დაკავშირებით სტუმარით შესაბამისი შევარჩიეთ ნიჭიერი და საყვარელი პიროვნება ვაჩე ღვინიაშვილი. მოდი შეგენაცვალე. გამზანდი. ვაჩე როგორ გიკითხო? მე ძალიან კარგად. თქვენ? მეც განსაკუთრებით მიხარია შენ როცა აქ ხარ და ყოველთვის მიხარია შენი სტუმრობა და დღეს ისეთი კითხვები შეგირჩიე. აი როგორ გითხრა, ხვალინდელ დღესაც რო შეესაბამება და მე ვფიქრობ ისეთი შენ რო გიყვარს, სააზროვნო და თან ისეთი თავისუფალი. ხო. როგორი იყავი პატარობაში? ანუ მე არ მახსოვს დიდად ესეთი რაღაც ჩემი სახე პატარაობაში, მე თვითონ რა ის არკეში ჩამეხედოს და ჩემი დამენახოს, ანუ უფრო ფოტოებიდან. როგორც მშობლები ამბობდნენ პატარა, ნუ ეხა ყველა მშობელი ამბობს საყვარელი და რაღაც. ეს ჩვეულებრივი რაღაცა, ანუ ალბათ ყველა ბავშვია რა თქმა უნდა საყვარელი და მავნე მავნე კაცო, შენ და მავნე? მახსოვს სარეცხი მანქანაც გამიფუჭებია, რაღაცები დამიმტრევია მიყვარდა, როცა სათამაშო მანქანებს ვამტრევდი, ვითომ სათამაშოების ავარიები ხდებოდა და რაღაც ესეთი რა, განსაკუთრებული ალბათ არ. კარგიც არის, ხო, ეს ბავშვისთვის არის შეცნობის საშუალება. ხო, სწორედ ეგეთი რაღაც შეცნობისკენ მიდრეკილი, სულ რაღაც ინტერესისკენ მიდრეკილი. და მაინტერესებდა და ეხაც ვცდილობ რომ ყველაფერი მაინტერესებდეს და მაინტერესებს კიდეც და მომწონს ესეც რომ მაინტერესებს. ო და გადასარევი რომ ეს რაღაც ჩემში მომწონს. გადასარევი რომ ფართო ინტერესები გაქვს და ცირა მინდა კითხო, აი პირველი მოგონება აი რა არის? შენ პირველი სურათი ბავშვობისა, აი ყველაზე ადრეული, მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე ადრეული რა შემორჩა შენ მეხსიერებას? მე გეტყვი, მე რა მახსოვს ჩემი პირველი შენ რო გაგიადვილო. პირველი რაც მახსოვს, მე ჩემს დაზე ვარ 2 წლინახევრით უფროსი. აი მთლად თოთო იყო თეონა რამდენიმე კვირის ალბათ და მახსოვს რომ მოვიხელთე მომენტი, როცა დედა ჩემის და ბებია ჩემის მზერა არ იყო მაინც და მაინც იმ მომენტში ჩემი დისკეთ მიფკრობილი და ავიყვანე პატარა თეონა და გამოვიყვანე დერეფანში და აი მახსოვს უფროსების აემხელა თვალები და ისიც მახსოვს როგორ შეიკავეს თავი არ დაიყვირეს რომ არც მე შემშინებოდა არც თეონა და აი ეს იყო ჩემი საბეჭდილება. მაშინ დაახლოებით თქვენ 3 წლის იყავით ხო? აი დაახლოებით 2 წლინახევრით ცოტა მეტი. და არის ონძიმე? ეთყობა ისეთი ძილი არა რომ ვერ მოვრევოდი. ფაქტია რომ მოვერე გამოიყვანე და საბედნიეროდ კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მე რაღაცა 3 წლის რო ვიყავი აი მაშინ მოგონება დიდად არ მახსოვს. მაგრამ აი მახსოვს ხშირად ბაღში რო თამაშობდით ხოლმე, ბაღში რო არ მომწონდა რაღაც ჭამა, რაღაც საჭმელების, განსაკუთრებით სუპის. კიდე მახსოვს რომ არ მიყვარდა დაძინება და ისიც მახსოვს რომ რაღაც ბავშვებთან მივდიოდი ხოლმე ყოველთვის, როცა ბაღში მაძინებდნენ და ძირითადად არასდროს არ მეძინა. ხო, ძილი მეც არ მიყვარდა სიმართლე გითხრა. შენი აზრით რა არის ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე უფრო საინტერესო რამ და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი? ესე ზოგადად ბავშვისთვის არ ვიცი რა არის, ყველა ბავშვისთვის რა ყველა ბავშვს რაღაც ერთი კონდეს. მაგრამ ალბათ ცოტა ბანალური იქნება, მაგრამ ყველასთვის ყველაფერი არის საინტერესო. ანუ ყველაფერში გულისხმობ, რომ აი აბსოლუტურად ყველა მოქმედება, ოღონდ არა აი დიდური რაღაც უბრალოდ ძალიან ბავშვური. პირიქით, აი დიდური რაღაცები აინტერესებთ ხოლმე ძირითადად ბავშვებს და აი უყვართ რასაც დიდები აკეთებენ იმის გამეორება, მაგრამ მე ძირითადად ჩემი სურვილითაც და გრძნობითაც ეს არ მომწონს, როცა რაღაც დიდ საჯაროებს მომწონს, უფრო აი ბავშვი რო ხარ და აი ბავშვური იმას ეცნობ, იმიტომ რომ მე რო გაიზრდები რაღაცის ბავშვობა უკან დაგრჩება და მთელი ამბები ესენი და ამიტომ მე ყოველთვის მირჩენია ხოლმე რომ ისევ დიდი რომს გავიზრდები და რო გავიზრდები, აი მაშინაც ის ბავშვობა შევინარჩუნო. და ალბათ ბავშვისთვის ეს ყველაზე საინტერესო არის სწორედ ეს ყველაფერი, ყველაფრის ინტერესი და ერთი ადამიანის გამოვისმინეთ ძალიან მაგარი იყო, რომ თითოეული ბავშვი არის გენიოსია, იმიტომ რომ ხვდება რაღაც სხვადასხვა რაღაცებს, რომ აი რაღაც რო დავარდება, ტყდება და უკვე აღმოჩენას აკეთებს, რომ
აი რაღაც რო დავარდა და გაწყდა, ესე იგი რო ვარდება, ტყდებაო. და ნუ ეს უკვე აღმოჩენა გააკეთა და ძირითადად მე მშობლები უშლიან, ნუ ეს არ არის ჩემთვის რა საინტერესო. მაგრამ ეს არის ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო, რომ აინტერესებს ყველაფერი. და ძალიან მაგარია კიდეც და ანუ მე ვფიქრობ, რომ თუ რო გაიზრდები და ისევ ყველაფერი გაინტერესებს, ანუ შენში ისევ დარჩა ის ბავშვი და ეს იქნება ძალიან მაგარი. კეთახმები ყველა სიტყვაში. იცი რა მინდა კითხო? ყველაზე მხიარული დღე შენ ცხოვრებაში, აი რა გახსენდება? ჩემი დაბადების დღეები ალბათ, მაგრამ არა ჩემი ოქროს დაბადების დღე, იმიტომ რომ ახალი გაკეთებული მქონდა ძაღლისაცრა და მწვადი ვერ შევჭამე. ესე იგი თუნდა დაემთხვა გამავი. ამიტომ ჩემი ოქროს დაბადების დღე დიდად არ მომწონს და არ მახსენდება რაღაც საოცრად. თან პანდემიის პერიოდი იყო და ვერ შევძელი რაღაც ისეთი დაბადების დღე გადახდა, როგორც მინდოდა. მაშინ შეზღუდვები იყო კი. ნუ მე გავიმეორე რაღაც პაროდია გავაკეთე იმის სხვა დაბადების დღეზე, მაგრამ ხო, ალბათ ყველაზე ბედნიერი დღე ჩემი დაბადების დღე იყო. ხო, ჩემი დაბადების დღე. აბსოლუტურად მე ძალიან მიყვარდა ყოველთვის ჩემი დაბადების დღე. ეხაც მიყვარს და რო გავიზრდები, მაშინაც ჩემი დაბადების დღე. კი, მეც ეს განწყობა მომდებს ზუსტად. და დედა ჩემის, იმიტომ რომ დედა ჩემი თავის საჩუქრებს მე ჩუქნის ხოლმე. რა არის შენთვის სიმღერა? რავი. ვისთვის როგორ? ჩემთვის აი ბევრისთვის არის რაღაც გართობის საშუალება. აი მაგალითად სოფელში მცხოვრებებისთვის, ვინც თოხნიან და რაღაცას აკეთებენ, იმით დრო გაყავთ და რაღაც ხალისობენ ზოგი, ვინც ომში მიდის, რაღაც შეძახილია, мотиваციის მომატებელია. ყოველ დროს სხვადასხვა ის არის. და ყოველ წამს, ყოველ რაღაც მოცემულობაში და ყოველ სიტუაციაში სხვადასხვა რაღაც განხრა აქვს ამ მუსიკას და მუსიკის სურვილს. აი დღეს მქონდა ესეთი მაგალითი, რომ ძალიან მინდოდა მომესმინა რაღაც კონკრეტული ჟანრისთვის, იმიტომ რომ ამ ჟანრის ხასიათზე ვიყავი. და უსმენდი კიდეც და რაღაც თავს ვგზნობდი კმაყოფილად და ბედნიერების ეფექტი მუშაობდა თითქოს. ჩემში და აი თუნდაც ამფორიაქებელი იყოს მუსიკა, მაინც აი რაღაც თითქოს რაც არ უნდა შენი არ იყოს შექმნილი, აი შენს თავს პოულობ ამ მუსიკაში და შენს თავს უკეთესად იცნობ. არაჩვეულებრივი პასუხია. და ბოლოს, მე ძალიან მიყვარს და არა მარტო მე. შენი პოეზია, შენი ლექსები. რა არის შენთვის პოეზია და რა ლექსს გვეტყოდი დღეს? ჩემი აზრით ეს ძალიან რთული კითხვაა. და ძალიან დამაფიქრებელი კითხვაა, მაგრამ აი ჩემი მე ხო წერ ლექსებს და მე რას ვგზნობ ხოლმე, აი თითქოს აი შენ სულში, აი ჩვეულებრივად ჩვენს ცხოვრებაში რო ხდება რაღაცეები, ადამიანის სულშიც ხდება ეს რაღაცეები. და ოღონდ ხდება რაღაც თავის დატვირთვით, რაღაც თავისი მიზნებით, თავის ღვთაებრივი რაღაც მიმართულებებით. და აი ამ შენი რაღაც სულში მყოფი რაღაცის აი მთლიანად დაღვრა და გადმოცემაა და აი შენი მთელი სულის დანახება მთელი საზოგადოებისთვის, მაგრამ ანუ მიზანი ხოლმე არასდროს არ არის, რომ რაღაც ხალხს ანახო ეს შენი ლექსები და ხალხმა გაიგოს და ხალხმა გააცნობიეროს. არა, აი უფრო აი რაღაც თითქოს სინდის უნდა და რაღაც შენ შინაგან ხმას უნდა რომ ეს გადმოსცე და აი თითქოს შენი სულიდან რაღაც მოიგლიჯო და დადო. ოღონდ ეს იყოს რითმული, ლამაზი, მუსიკალური. ხშირად ვამბობ ხოლმე და ჩემს რაღაც რამდენიმე ლექსშიც მაქვს ეს პასაჟი, რომ ანუ ლექსის ერთი წყარი და ერთი ხაზი არის მთელი ერთი წელი. ანუ როგორც რაღაც წიგზე არის ხოლმე, რომ ერთი წიგნი, თუ ერთ წიგს წაიკითხავ, რომ ერთი წელი გემატება სიცოცხლის. ჩემი აზრით, აი პოეზია თვითონ იმდენად დიდია, რომ თუ ერთ წყარს მაინც წაიკითხავ, ერთ სტრიქონს მაინც წაიკითხავ, ერთი წელი მოგემატება. ანუ თუ რამხელა წიგნი უდრის ერთ წელს, პოეზიაში ერთი ხაზი უდრის ერთ წელს. ძალიან დიდია ჩემი აზრით და ძალიან ღვთიურია. მოდი ახლა შენი პოეზიიდან შემოგვაშველე ეს წლები ამ წყარების სახით და ერთი ლექსი გითხარი დღეს. კი, წაგიკითხავთ უბრალოდ ეს არ უკავშირდება რაღაც ძალიან ბავშვთა დაცვის დღეს და კი ბატონო, რაც შეგაგიხარდება იბრძანა. ერთი ჩვეულებრივი ლექსია სიყვარულზე და ამას წავიკითხავ.
აღარ მახსოვს მე ის წყება, გრძნობავ ჩუმად დაიბარე, მაგრამ არად მავიწყდება შენ სფერად რომ განვიქარე და ცაზე ვყრთი არ ვიყავი მონაბერი, არ მე მონამტვერი შენ ფრთით სული შენით მონაბერი, სიყვარულით ამოვავსე უცისფრესი მეჭიქები, მე წამავალ ყოველ დავზე თუ მომყვება მეჩიტები, 14 ღრმა გრძნობა აღრუბლის მასის ნაცნობი, სიცოცხლის შენობაა შენი ფერის მწვანობი და ლურჯი ზღვის ტალღები როგორც წყლური ტაძრები, შორს რძიან ბალახები და ჰადესში ნაცრები, ალბათ დავიქანცები თუ გააქრობთ ყვავილებს, სიყვარულის ანძები მშვენებს აგავავილებს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენი სტუმარი გახდათ ვაჩა ღვინიაშვილი.